notes on my dogs riding smoke mob heavy like the Pope. For that pot of gold, we are not alone. Boy, better check your tone. You gon' need a lot of help. I ain't talking bank loans. Sit with us, table last supper. Toast to the brothers, some bad muff. Yeah, ain't nothing but pure luxury. You looking left of me, should be looking up to me. Preferably one of the best. She riding cause we next now. We're forever to death. Be loyal, will and respect. Stay ahead of the rest. იმისთვის რომ Forsage 7-ის ფინალური სცენები გადაიღოთ რეჟისორმა ჯეიმს ვანმა, პოლ უოკერის აღნაგობის მქონე 4 მსახიობი მიიწვია. ძირითადი კადრებისთვის კი პოლ უოკერის ძმები ქალებ და კოდი უოკერები დაიხმარეს. კომპიუტერული გრაფიკული გამოსახულების საშუალებით აღადგინეს პოლ უოკერის სახე და ხმა. მსახიობის სახის გამომეტყველება წინა ფილმებიდან და ასევე კადრს მიღმა დარჩენილი კადრებიდან აიღეს. სწორედ მსგავსი კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით შეიქმნა ჰობიტისა და ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიის პერსონაჟი გოლუმი და ცეზარი ფილმიდან მაიმუნების პლანეტის აღზევება. პოლ უოკერის გამოსახულების გაცოცხლებაზე პიტერ ჯექსონის კომპანიამ ბეტა დიჯიტალმა იმუშავა. იმისთვის რომ განსხვავება მინიმალური ყოფილიყო, ქალებ და კოდი უოკერებს დიდხანს ამზადებდნენ გადაღებებისთვის. ასევე ზუსტად შეარჩიეს კამერის განლაგების კუთხეები, გადაღების რაკურსები და განათება. პოლ უოკერის ძმების გადასაღებ მოედანზე ყოფნა და მათი ჩანაცვლება თითქოს სიურრეალისტური იყო. ერთის მხრივ მიხაროდა მათი იქ ყოფნა და იმის ცოდნა, რომ კოდის და ქალებიც მზად იყვნენ ჩვენს დასახმარებლად. მეორეს მხრივ კი ისინი ჩემში მოგონებებს აღვივებდნენ. არავინ არის პოლ უოკერის ნაერი. სამყაროში მხოლოდ ერთი პოლ უოკერი არსებობდა. ჩემთვის ურთულესი იყო ამ ფილმზე მუშაობა. იყო ერთდროულად საშინად მგლოვიარე ადამიანის დაკარგვით და თანაც გადასაღებ მოედანზე მოიქცე ისე თითქოს ის არსად წასულა და კვლავაც აქაა. მახსოვს პირველ დღეს, როდესაც გადასაღებ მოედანზე დავბრუნდი, ჩემი და ჯეისონ სტეთჰემის პერსონაჟების მანქანის დაჯახების სცენა იყო გადასაღები. მე მებრძოლ განწყობაზე უნდა ყოფილიყავი, რომ ეს ეპიზოდი მეთამაშა. მე კი ვიჯექი მანქანაში, რომელიც შემთთვის პოლის სინონიმია და არ ვიცოდი რა მექნა. ძალიან რთული იყო ამ მდგომარეობის გადალახვა. სიუჟეტი Forsage-ის მეშვიდე ფილმში ტოკიო დრიფტში განვითარებული მოვლენების შემდეგ გრძელდება. დომინიკი ლეტის ეხმარება საკუთარი მოგონებები დაიბრუნოს. ბრაიანი კი ცდილობს უკეთესი მამა გახდეს. თუმცა ტორეტოსა და მის გუნდს ახალი მოწინააღმდეგე ჰყავთ. ოუენ შოუს უფროსი ძმა დერეკ შოუ პირობასდებს, რომ ტორეტოს კლანს გაანადგურებს. სწორედ Forsage 7-ში გაიგებ თუ რატომ უფრთხილდებოდა ასე ძალიან დომინიკი ლეტის მიერ ნაჩუქარ ყელსაბამს. Forsage 7-ში მათ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდსაც ნახავთ. I don't have friends. I got family. Forsage 7 3D ფორმატშია შექმნილი. ფილმის გადაღება 250 მილიონი დოლარი დაჯდა. გადაღებები ლოს-ანჯელესში, ატლანტასა და აბუ-დაბიში გაიმართა. კოლორადოში გადაღებებისთვის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალიც გადაიკეტა. იმისთვის რომ ყველაფერი უფრო რეალური ყოფილიყო და კომპიუტერული გრაფიკა ნაკლებად გამოეყენებინათ, ურთულესი ტრიუკების შემსრულებელმა სპირო რაზატოსმა გადაწყვიტა კასკადიორები დაექირავებინა. იმისთვის რომ თითოეული სახიფათო ტრიუკი რეალურად შესრულებულიყო. ტრიუკების მომზადებას თვეები დასჭირდა. იდეალური კადრებისთვის რეჟისორმა ჯეიმს ვანმა კიდევ უფრო მეტი კამერა გამოიყენა. კამერები იყო ყველგან, მანქანებზე, მანქანებს შიგნით, მსახიობებზეც კი, თანაც ყველაფერი ისე უნდა განელაგებინათ, რომ კამერები არ დაზიანებულიყო. საბოლოოდ მუშაობამ გაამართლა და შედეგი იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოვებული გამოვიდა. კრიტიკოსებმა, ვისაც ოსტინში ფესტივალზე ფილმის ნახვის საშუალება მიეცათ, ის დადებითად შეაფასეს.